ციხესოფელ ხახაბოსკენ მივიწევთ, ცოტაც დაგვრჩა რამდენიმე წუთი და მივახწევთ უკვე. ეს საკმაოდ ციცაბო აღმართი გვაქვს ასავლელი, მაგრამ პაატას ცხენები აქაც ყოჩაღობენ და ფრთხილად ჭკვიანად ავდივართ. ტვინი ცოტა გაიყინა. GoPro-ს კამერა გამეყინა. აღარ მუშაობს, ვეღარ ჩავრთე ვერაფრით და ამიტომ ტელეფონით მიწევს ამ ამბების დაფიქსირება გზად. თითზე ჩამოსათვლელი სოფლებიღაა ცოცხალი სამწუხაროდ საზღვრისპირა ხევსურეთში. მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. არდოტელებიც ბახაოში გადადიან ხოლმე ნოემბერში, აპრილის ბოლომდე. ხახაბო რჩება, იმიტომ რომ პაატა და ნინო მზე უდგება მათ სახლს. კარგად ვიარეთ, ხო პაატა? ეს საფეხმავლო ხიდები რკინის ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებით დამონტაჟდა. პაატამ თქვა 12 საათზე ვიქნებით ხახაბოშიო. ჭალაში უკვე შემოვედით, ცაცაა გამოჩნდება მარუსაბებოს სახლი. მარუსაბებო ზამთარში აღარ რჩება აქ. სამწუხაროდ პირობების არ ქონის გამო ზეც ნაკლებად ადგება 6 თვის განმავლობაში მოკლე დღევიდრია. მის სახლს ამიტომ არ ჩუქი არც გზა. არაფერი ღვთისანაბარახ არ აქვს მიტოვებული, როცა აქ ცხოვრობ. ახალგაზრდები უძლებენ და ხანდაზმულებს ძალიან უჭირთ. ექიმი კი არის დოქტორი მიხეილ ჭინჭარაული. საზღვრისპირა ხევსურეთში, მაგრამ ისიც ხანდაზმულია. უკვე ერთგულად კი ემსახურა და ჯერჯერობით ემსახურება ხევსურეთს. მე-6-ად გადმოუკვეთეთ უკვე დინარე და ახლა უნდა ავუყვეთ ბილიქს, ვიწრო ციცაბო ბილიქს ხახაბოსკენ. თვის წვერზე რომ მოვექცევით, მერე გამოჩნდება ციხესოფელი ხახაბო თავისი 4 ისტორიული უბნით. როგორ მიაჭენებს ჩემი ქორია? ნელა ქორია, ნელა. აი. იგი ჩანს თებულოს მთა, რომელიც საქართველოს ჩეჩნეთს ყოფს. არ მაცდის ცხენი გადაღებას. გარბის. გამოჩნდა მეგობრებო, მისი უდიდებულესობა ხახაბო. ეს არის ქვედაუბანი ერთ-ერთი. ზედაუბანიც აგერ ზემოთ. ისიც კოშკი თუ ხედავთ. ნახეთ რა ლამაზია. და შუაუბანიც, სადაც პაატა ცხოვრობს და ნინო. შიდობით კი ვიარეთ. კი, მეც ძალიან მიხარია. ხუთი წელია ჩვენაც აქ ახლა ზამთრობით და ამ 5 წლის მანძილზე პირველი შემთხვევა ასეთი თბილი ნოემბერი რო გვაქვს. ჩვენი აქ ყოფნა ბევრ ადგილობრივი შთამომავალს ეიმედება, ასე ვთქვათ და უფრო რეალისტური გახდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ამოვიდნენ და ზაფხულობით მაინც დასახლდნენ, დაფუძნდნენ, გაკეთდეს საოჯახო სასტუმრო. თუ რა თქმა უნდა, თუ კი პირობები გაუმჯობესდება და გარკვეული ხელშეწყობა იქნება იმათი მხრიდან, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც არის ეს. ნახევარი ზაფხული გაჩერებულები ვართ, ნახევარი მოძრაობ, წვიმაში გზა დაკეტილია მაინც. ზაფხულში. ხო, ანუ ზაფხულში თუ კი გზის მდგომარეობა ხელს არ გვიწყობს და ამ ინდით შესაბამისად უარესდება, მაინც ჩაკეტილები ვართ, ასე გამოდის, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია წვიმაში ამ უღელტეხილს გადმოლა და პრინციპში არა მარტო უღელტეხილს, იმიტომ ძალიან სახიფათოა. არაერთხელ მოვცურებულ ვართ და მე სამაშველო გამოგვიძახია იმისთვის რომ გაგვეგრძელებინა თბილისამდე გზა, ან პირიქით. ველოდებოდით ფეობით დარეკის მერე რომ გაიხსნა და მოსულა. ნუ კი, გზის პრობლემა ვერ მოგვარდა მოკლედ. გზას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც
ამ 5 წლის მანძილზე თვალით არ გვინახავს, არ ვიცი, ყავს ასეთი სპეციალისტი, არ ყავს. თუ ყავს, რატომ არ არის ადგილზე? ვერ მოაღწევს. სამწუხაროდ ვერ მოაღწევს მანქანა, ანუ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მოაღწევს და ნუ ვერტმფრენი, არ ვიცი. ხილვადობა თუ არ არის კარგი, ვერტმფრენიც ვერ აღწევს ადგილამდე და შესაბამისად ვერც ამით დავეხმარებით. და რა ხდება ასეთ დროს? ასეთ დროს განწირულები ვართ. ველოდებით გაზაფხულს, რომ ბევრი წლის წინ დაპირებული დაქამდე ვერ მოტანილი მზის პანელები დაგვემატონ იმისთვის, რომ შევძლოთ, გავაგრძელოთ აქ ყოფნაც, სტუმრის მიღებაც და ნუ გზის პრობლემაც მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. პრობლემა არის ელექტროენერგია. როგორც წესი, დილა საკმაოდ ადრე იწყება და მსიბნელეა და ის მანათობელი ფანარს დატენა ჭირდება მოკლედ და იმის მეშვეობით უნდა მიხედოს პატამ საქონელს გომურში. ზემოწოლოს და ასე შემდეგ. გარდა მაგისა ხო, გავიზარდეთ პატა, მაგრამ 21 საუკუნეში ვართ და ხო შეიძლება რომ ნელა ხანდახან არ აუშვებს. ხო. ხო და გარდა მაგისა ყველაფერი იყინება, შეგიძლიათ წარმოიდგინო -20, -25 გრადუს ყინვაზე და გაყინულია ბილიკებიც, რომელზეც საქონელი გადადის და ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ რამდენჯერმე გქონდა შემთხვევა, რომ სამწუხაროდ დაცურდნენ და სავალალო დამთავრდა შემდეგ ჩვენი საქონლის სიცოცხლე. ანუ ყურადღება ჭირდება ცხენებს ზემოთ, იმიტომ რომ რითოვლობის დროს, გადაბმული ხანგრძლივი ნალექის დროს უნდა მოვაცილოთ ზვავის საშიშროებას და იმ ზონებს, სადაც მოსალოდნელია ზვავის მოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინტერნეტ კავშირი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ იჭერს, არ გვაქვს პირდაპირ კავშირი არ არსებობს. ტელეფონის ხო მობილური ქსელი ადგილობრივები არ არსებობს აქ. ინტერნეტი რო გაიჭიშოს გინდა რომ ინფორმირებული იყო და რაც ადრე არის ხორატივები იყო ციგნი და აი ახლა რო შემოვიდა ძნელია და ჩვენს მოგატაშჩეუნა. რომ მომეხადა ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და იმისთვის რომ იმედი მქონდა რომ უკეთესობისკენ შეცვლიდა ის კონკრეტული არჩევნები ამ ქვეყნის მომავალს. 4 წელია ამ დღეში ვარ. ნამდვილად ველოდი რომ იქნებოდა სამართლიანი წინამდებარე არჩევნები, მაგრამ ვარ აბსოლუტურად იმედგაცრუებული. წავედით ნახით არჩევნებს. არ იყო სამართლიანი, იმიტომ რომ ვინც მე იმედებოდა რომ დაიცავდა იმ ხმას, ჩემ ხმას ვერც მათი მხრიდანაც ვარ იმედგაცრუებული სიმართლე რო გითხრა. არსებული ჭყალებში ხელისუფლებისაგან და თვლი რომ სათანადოდ არ შეფასდა პრობლემები და წინაღობები და არ იქნა დაცული ჩემი და ჩემისთანების ხმა. ხმა მივეცი, მაგრამ დღეს ვფიქრობ ყვილად ვეცვალე, უასოდ გადავედი იქ. რაზე ვცვალოდი ვერ გავიგე. ადრე არა, ვერ ამოვედი. არ მოიწი. ხალხი სწორად იბრძვის გელა და თვითონ მთავრობა და ხალხიც რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს, ესე არ გამოვა. მე რასაც ვხედავ ხალხი არასწორად არ იბრძვის, სწორად იბრძვის ეს ხალხი. ქვეყანაზე აქ ლაპარაკი და ქვეყნის გადარჩენაზე. ვინც ნორმალურ ამოაზროვნია გამოსულია და აპროტესტებს ამ ყველაფერს. პატრიოტი ხალხი ვისაც ქვეყანა უყვარს. ხალხს დაინახავი იქ. დღეს სათავეში ვინაყვავის აღარ ვიცი ვის უყვარს ქვეყანა და არის თვინ არიან საერთოდ.
ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ღირსეული, ვინც აქ მოდის და ვინც რუსთაველზეც დგას და რუსთაველზე დგას. ცდილობს ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი მოიყვანოს. რა ვიცი, მე პოლიტიკის არ ვიცი, ერთი ვიცი, რომ დღეს რაც ხდება ქვეყანაში ამათი ბრალია ეს ყველაფერი. უკანო წავედით და რაღაცაა შესაძლებელი და ხალხი კიდე მაგით დგას, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. როცა სამართალს ვეღარ პოულობ იქ სადაც სამართალს პოულობენ იძულებული ხარ მიმართო უკიდურეს ფორმებს პროტესტს მე ყველაზე მაგრა იცი რა მაბრაზებს ხალხთან არასწორი მიდგომა ალალ მართა უდანაშაულო ხალხის დევნა ცემა დღება დაჭერა მე მშვიდობიანად უსამართლო დავდგე და გავა პროტესტო ამის უფლებას მართმევენ და არ გაბრაზდები რომ მოვიდეს ვიღაცამ და მითხრა შენ აქედან უნდა წახვიდე არ არის გასაბრაზები მშვიდობიანად რო ვიცავ ამ ჩემ კუთხეს ეგრეა ის ხალხიც ეგრე იცავს გამოვიდა და რასაც უსამართლობას ხედავს იმას აპროტესტებს ну ძალიან ბევრ მაგრამ აღვაშფოთ ხნის მანძილზე რაც რუსთაველზე მიმდინარე პროცესია მაგრამ მე მაოცებს ხალხის ის ნაწილი 12 წლის წინ სწორედ იმას აპროტესტებდა რაც ეხლა ხდება ან უსამართლობას უკანონობას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ქვეყნის ძარცვას ბიუჯეტის ჭამას და ასე შემდეგ. დღეს ეს ხალხი რატომღაც ჩუმად არის. რატომღაც ვერ ხედავს კიდევ უფრო რთულ ვითარებას, ვიდრე 12 წლის წინ იყო. ქვეყანა არის შეჭმული, ქვეყანას ჭამენ და იკანონებენ ამ ჭამას, ქვეყნის ჭამას და ხალხის ძარცვას. და რა ვიცი როგორ შეიძლება ეს ვერ დაინახო, არ დაინახო, თვალი და ხუჭო და თან აქეთ ცილი დამწამო რომ ჩემზე მეტი პატრიოტი ხარ შენ? ჩემთვის წარმოუდგენელია. რასვაპირებ და მე რა სამართლითაც მოვედი დღემდე იმ სიმართლით გავაგრძელებ ცხოვრებას და რა ვიცი, რა გითხრაგელა. მე გამწარებული. ვაპირებთ ბრძოლას ვიდრე უკეთეს საქართველოს არ ვიხილავთ. მე არ მინდა იცი როგორ ისეთი ხალხი თავზე დამასვანა, ვინც არ მეკადრება და ხელსური კაცი კიდე თავი უნდა მოაჭრა თავმოყარეობა დაკარგოს. თავმოყარეობას ესენი მე ვერ დამაკარგვინებენ. ურჩევნია რომ მაშინ მომიცილონ. სოფეს თუ არ მიხედავ გელა აქ არავინ არ მოვა დღეს მით უმეტეს ჩვენ კი ვიცხოვრებთ ღირსეულად მაგრამ ჩვენს ვერეც უნდა გაგრძელდეს ცხოვრება თუ არ მოგხედეს მეც უკვე ფიქრებში ვარ რომ შეიძლება ზამთარში წავიდე რა თქმა უნდა თუ კიდევ გაუარესდა მდგომარეობა ჩვენთვისაც გაუარესდება თავის გატანა და მართლა სიცოცხლისთვის საშიში და საფრთხე იქნება ხო მაგრამ კოშკი ინგრევა იშვება ეს ზედამიწის არ არის რა მაგრამ ბოლო ვიბრძვით ბოლომდე უკეთესი მომავლის კოშკები ინგრევა იქ ახალ თავზე დაგეცემა მეორე პრობლემაა გელა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა ისევე როგორც ქვეყანა